რა კარმულ პერიოდს გადიხართ ახლა ცხოვრებაში, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, რასაც ახლა გადიხართ, რა უნდა ისწავლოთ, რა გაკვეთილები, რჩევები თქვენთვის და თქვენ როგორ ხედავთ თქვენს გზას და საით მიგიყვანთ ეს ყველაფერი. ბალანსისთვის არ დაგავწყვეთ ვიდეოს და ლაიქება, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრეთ და არავის სხვაზე. ეხლა მე დავაპაუზებ ვიდეოს, რომ არ გაიწელოს ძალიან და პირად კონსულტაციებს შესაძლოა შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ზე, Viber-ზე, მითითებულ ნომერზე ქვემოთ, ან Facebook მაყურებელმა პირადი შეტყობინების ზოლში Facebook გვერდზე. მაშ ასე დავიწყოთ ახლა და ვნახოთ რა პერიოდს გადიხართ, თუ რეზონირდება შეგიძლიათ განაგრძოთ ვიდეოს ყურება, თუ არა და შეგიძლიათ შემდეგ ვიდეოზე გადახვიდეთ. ეხანდელ თქვენ სიტუაციაზე ვიტყოდი, რამდენიმე ასპექტია გამოკვეთილი. პირველ რიგში თქვენს ირგვლივ ხედავს საკმაოდ ტოქსიკურ გარემოს და ტოქსიკურ და არაჯანსაღ სიტუაციას. შეიძლება იყოს ბევრი ტყუილები, თქვენს ირგვლივ მტრული დამოკიდებულებები, ქვედადინებები, ფარულობები, მიჯაჭვულობები არაჯანსაღი, თითქოს და რაღაცა სიტუაციებზე ხართ მიჯაჭვული და დამოკიდებული და ვერ აღწევთ თავს და ვერ გამოდიხართ. ძალიან ბევრ თქვენთაგანს აქ პარტნიორულ ურთიერთობაში აქვს პრობლემა ემოციური კუთხით, შეიძლება არის ძლიერი მიჯაჭვულობა და ტყუილების ძალიან დიდი კორიანტელი გახვევიათ. თქვენ თვითონ საკმაოდ თავისაკუთარი სიღრმისეული ადამიანი ხართ, ემოციურიც ხართ, ძალიან გულთან ახლოს მიგაქვთ ბევრი რამე. ხედავ რომ ღრმა ემოციების მატარებელი ხართ, თქვენ არ შეგიძლიათ ემოციების გარეშე ყოფნა და თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი ცდილობთ გაერკვათ საკუთარ თავში საერთოდ სიტუაციაში, აი კი თითქოს და ყველაფერი შეიძლება ერთი შეხედვით ბევრ თქვენთაგან და ნორმალურადაც იყოს, მაგრამ რაღაცა შინაგანად არ გასვენებთ, რაღაცა შფოთვები გაქვთ, დაურწმუნებლობები, ცოტა დეპრესიული ფონიც ამოგდით, მოწყენილობა, საკუთარ თავში ჩაკეტვები, ძალიან ბევრი ესეთი ენერგია ამოგდით. არ გამორიცხავ რომ ოჯახთანაც იყოს დაკავშირებული თუ დაოჯახებული ხართ, ოჯახში იყოს სერიოზული პრობლემა, პარტნიორული და ოჯახური სიტუაცია ამოდის ძალიან გამწვავებული ამ ეტაპზე და ტოქსიკური გარემო, ტყუილები, აი რაღაც რავი მესამე პირები შეიძლება იყოს და ძალიან მძიმე ენერგიებში ზიხართ მაგ კუთხით აი ეხლა და თქვენ ძალიან დიდ სულიერ გაკვეთილს ნამდვილად გადიხართ, ამის თქმაც ალსახად შემიძლია, გიწევთ სიღრმისეულად დაფიქრდეთ, კითხვები გაქვთ, ამ კითხვებზე პასუხებს ეძებთ, არ იცით სად იპოვოთ ეს პასუხები, არ იცით საერთოდ ვინ დაგეხმარებათ, როგორ დაგეხმარებათ, რა გამოსავალი არსებობს, ну აი ბევრი ფიქრია. რაც შეეხება რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს და საით წაგიყვანთ ეს სიტუაცია. პირველ რიგში მიზანი არის ის, რომ ისწავლოთ როგორ იყოთ ძლიერები, როგორ იყოთ დამოუკიდებლები, ისწავლოთ პირადი საზღვრების დაცვა, ისწავლოთ საკუთარი ინტერესების დაცვა, აი მიზანი ეს არის. გახდეთ რაც შეიძლება მაქსიმალურად ესე დაჯერებული და ჩამოყალიბებულები, იყოთ გადაწყვეტილება უნარიანები, აიღოთ პასუხისმგებლობა და სიტუაცია, რომელშიც არ ხართ ბედნიერები, ან უბრალოდ რაღაც მომენტში თქვენ შეიძლება არიდებთ თავს გადაწყვეტილების მიღებას და ელოდებით როდის იზავს თავისი სიტუაცია როდის შეიძლება, ეს არ შეიძლება. მიზანი არის ის, რომ თქვენ უნდა აისწავლოთ საკუთარ ქცევაზე, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ და იტვირთოთ ტვირთი, აიღოთ ტვირთი სიტუაციაზე. თუნდაც ის, რომ წამოხვიდეთ ტოქსიკური გარემოდან, ეს თქვენი გადასაწყვეტია და სხვისი არავისი. თუნდაც ის, რომ რაღაცაზე თქვათ უარი, ან რაღაცა სიტუაციას ბოლომდე მიაწვეთ, ესეც თქვენი გადასაწყვეტია და ის უნდა გაიაზროთ, რომ ნებისმიერ ქცევა რა სიტუაცია რაც ხდება, თქვენთან გადის პასუხისმგებლობის მომენტში. ასევე მიზანი არის ის, რომ ბოლო-ბოლო ჰარმონიას მიაღწიოთ, სულიერ სიმშვიდეს მიაღწიოთ და სული სიმშვიდე უნდა ისწავლოთ. აი, როგორ არის, შესაძლებელია ირგვლივ ქაოსი იყოს, მაგრამ თქვენ უნდა ისწავლოთ ამ ქაოსში საკუთარი თავში ცენტრის პოვნა, ისეთი ცენტრის, რომელშიც არ იქნება ქაოსი და მიუხედავად გარშემო რა არის, თქვენ მაინც შინაგანად მყარად იდგებით. აი ეს უნდა ისწავლოთ, შინაგანი სიმყარე უნდა განავითაროთ. როგორ ხედავთ თქვენ გზას, თქვენს ეხლანდელ ცხოვრებას და თქვენს ეხლანდელ სიტუაციას? ნუ გეტყვით, რომ თქვენც აღიქვათ და ეხლა უცხო ფაქტი არ არის, რომ აქ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია არის, ძალიან ბევრი რაღაცა სიმართლე შეიძლება სიცხადე მოეფინოს ბევრ რამეს, აი გარდამავალი ეტაპია. ხვდებით, რომ ამის მერე ყველაფერი ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. ამის მერე ყველაფერი სხვანაირად შეიძლება, ესე რომ ვთქვათ, მზე სხვანაირად გაანათებს თქვენთვის. ყველაფერი სხვანაირად იქნება. ძალიან გეშინიათ.
ძალიან ბევრს ნერვიულობთ, უამრავი ეჭვი გაქვთ, შეიძლება საკუთარ თავშიც გეპარებათ ეჭვი, ზოგადად ადამიანებში, სიტუაციებში, მომავლში შეიძლება გაქვთ, შეიძლება ცოტა ისევ და ისევ დეპრესიული ფონი იყოს, უძილობები, დარდი, ცრემლი, უამრავი ფიქრი გაწუხებთ, პიროვნებასთან დაკავშირებით ამოგდით ძალიან ძლიერი გრძნობები, ემოციები, თან გაბრაზებული ხართ, თან კაცრი ხართ, თან გენატრებად, ორი ემოცია ებრძვის ერთმანეთს, სიბრაზე და სიყვარული. ესე ვიტყოდი და არ იცით რომელ საით წახვიდეთ. თან გიყვართ და თან განწარებული რო ხართ ადამიანისგან, ეს არის. რა გიშლით ხელს? ხელს გიშლით თქვენი შიშები პირველ რიგში. და არ გინდათ რაღაც მომენტში თითქოს რეალობის დანახვა, ან სადღაც თქვენს თავს ატყუებთ და იცახით, რომ იმედს იტოვებთ და იმედი ზოგჯერ კარგია, მაგრამ ზოგჯერ ძალიან საშიში რაღაცაც არის იმედი, გვართმევს ზოგჯერ რეალობის აღქმის საშუალებას და რეალობა დაინახეთ თითქოს და მიჯაჭვული ვითხართ ერთ ადგილას და ვერ ინძრევით, ხელფეხივით გაგვჩეკული, არ მოგწონთ ეს ტოქსიკურობა, არ მოგწონთ ეს სიტუაცია, მაგრამ გამოსავალი რო არ არის და რო ვერ ხვდებით რა გააკეთოთ. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი იმპულსური ხასიათების პიროვნება შეიძლება იყოს და ესეც იყოს ხელი შემშლელი, სწრაფად გინდოდეთ რაღაცეების გაკეთება, ვერ ითმენდეთ და მოუთმენლობები გჭირდეთ და მეჩქარება და ჩქარა და ჯერ იმოქმედოთ და ჯერ იმოქმედოთ და მერე დაფიქრდეთ რა გააკეთეთ, ცოტა ფეთქებადი ხასიათი გაქვთ, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ეს ფეთქებადი ხასიათი შეიძლება ვერ იყენებთ ურთიერთობაში სწორად. ჩხუბობდეთ, მაგალითად, კამათობდეთ, მაგრამ სიტუაცია ვერ იცვლებოდეს. რას გასწავლით ეს გაკვეთილი ახლა თქვენ, ჩემო საყვარლებო და ჩემო კარგებო, ეს სიტუაციები რას გასწავლით? გასწავლით, რომ ყველაფერი 180 გრადუსით სრულიად განსხვავებულად უნდა შეხედოთ. როგორც აქამდე უყურებდით და გჯეროდათ და ფიქრობთ, რომ ეს იყო სწორი, უნდა მიხვდეთ, რომ ეს სწორი არ იყო. ხედვა უნდა შეცვალოთ 180 გრადუსით, ამოატრიალოთ. ანუ სწავლობთ იმას, რომ სიტუაციებს შეხედოთ განსხვავებული თვალით. ზოგჯერ მესმის, რომ რთულია განსხვავებულად შევხედოთ სიტუაციას ისე, როგორც ყველა არ უყურებს და ამოვარდეთ ჩარჩოებიდან და წესებიდან და სტანდარტებიდან, მაგრამ შეგეშინდებათ, არაფერია საშიში, თქვენ ინდივიდუალური გზა უნდა იპოვოთ პირველ რიგში და თქვენს თავს უნდა დაუჯეროთ, უნდა გაძლიერდეთ, უნდა გამაგრდეთ, უნდა გასწავლით კიდევ იმას, რომ იყო თავდაჯერებულები და ისევ და ისევ მივდივართ გადაწყვეტილებებთან, უნდა მიიღოთ სერიოზული და მტკიცე გადაწყვეტილებები. მიუხედავად პრობლემებისა, არ უნდა დავარდეთ, არ უნდა დაიჩოქოთ, არ უნდა შეშინდეთ. პირიქით, თქვენ უნდა იყოთ ეს ადამიანი, რომ მე როგორც მინდა ისე ვისავ. ზუსტად მე ვარ აქ მთავარი და მე რასაც გადავწყვეტ, ეს იქნება საბოლოო სიტყვა. ეს არის თქვენი გაკვეთილი. რჩევას რაც შეეხება თქვენთვის ახლა ამ მიმდინარე სიტუაციაში, რომელშიც იმყოფებით, რა რჩევას მოგცემთ ტარო. ჰარმონიასა და ბალანსისკენ რო წაიყვანოთ თქვენი ცხოვრება. პირველ რიგში დაინახეთ პოზიტიური მომენტები თქვენ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ აქ სირთულეები შეიძლება არის. ან პოზიტივი დაინახეთ, რომ ყველაფერი ცუდი არ არის და ყველაფერი არ არის შავ-თეთრ ფერებში. ეს ერთი მომენტი. დაასრულეთ დროა, რომ გაუშვათ ეს ტკივნეული პროცესების დასრულების და გაშვების დროა. რეალურად ცხოვრება გეუბნათ, რომ დროა გაუშვათ ძველი და დროა ახალი ამოვიდეს, ახალი ფესვი, ახალი მარცვალი უნდა ჩაინერგოს და ის ახალი უნდა ამოვიდეს იქ, სადაც ძალიან დიდი ხანი აქ ტკივათ, იქ, სადაც გიღალატეს, იქ, სადაც ზურგში დანა ჩაგარტყეს, დროა რომ გამოხვიდეთ. ამის დასრულების დროა, ეს არის რჩევა. შეიძლება გიჭირთ, გირთულდებათ, მაგრამ თქვენს თავს მოერიეთ, თქვენ ძალიან ძლიერები ხართ და გქონდეთ ოპტიმიზმი და გქონდეთ იმედი, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება, მაგრამ ეს იყოს რეალისტური და არა ილუზორული და თვითმოტყუება. ისევ და ისევ ბალანსისთვის შეგიძლიათ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი გვერდი, კომენტარში დამიწერეთ, რამდენად რეზონირდა ეს გაშლა თქვენთან.